მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ ვირუსული წარმოშობის წარმონაქმნებზე, რომელიც მეჭეჭების სახელწოდებით არის ცნობილი. ის შესაძლოა შეხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუმცა უხშირად ვხვდებით ბავშვთა ასაკში. მეჭეჭები სხეულის ნებისმიერ ზედაპირზე შესაძლოა იყოს, თუმცა უხშირესად სალოკალიზაციო არე გახლავთ მტევნის და ტერფის არე, ფრჩხილის ერგვლივი ზედაპირი. მეჭეჭის გამომწვევი არის ადამიანის პაპილომავირუსის ერთ-ერთი შტამი, რომელიც კანის დაზიანებული უბნის პირდაპირი კონტაქტის შედეგად აღწევს მასში, იწყებს ღრმა ზრდას განსაკუთრებით ტერფის არეში. დიაგნოსტირებას კლინიკაში ვახდენთ ფოტოფაინდერ დერმატოსკოპის მეშვეობით, რათა დავადგინოთ ის კლინიკური მაჩვენებლები, რაც დამახასიათებელია მეჭეჭისთვის. განსაკუთრებით ტერფის არეში შეუიარაღებელი თვალით მოგვაგონებს ტერფის კოჟს, იგივე მაზოლს, რომელიც არასწორი მკურნალობის დროს უფრო ღრმავდება, იზრდება და შესაძლოა გავრცელდეს კიდეც. მეჭეჭების მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი გახლავთ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი არაინვაზიური მეთოდი გახლავთ კრიოდესტრუქცია, ანუ თხევადი აზოტით მოყინვა მეჭეჭების, CO2 ლაზერით დესტრუქცია, მოწვა და სხვადასხვა გარეგანი გამოყენების კერატორიზული საშუალებები.